მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, ჩვენ ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ დაკავებულების ოჯახის წევრებთან გასაუბრება, ისინი მათ არ სურთ მედიასთან რაიმე კომენტარის გაკეთება, თუმცა შეგვიძლია ვნახოთ ის კადრები, რომლებიც გადავიღეთ ჩვენ, როდესაც სასამართლო პროცესი დასრულდა და აქ მყოფმა ადამიანებმა გაიგეს ის შედეგი, რომ 6 პირს მიუსაჯეს წინასწარი პატიმრობა. Allah gözüm kokunu yiyenler. Bak içinde olanlara derim. Bu uşaklar çıkardı olanın oğlu. Hayır ne diyeyim ben? Maşına para. Maşına para. Maşına para. ჩვენ ველოდით რომ პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდებოდა იქედან გამომდინარე რომ ეს არის ერთიანი პოლიტიკური პროცესის შედეგი მიუხედავად სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მიუხედავად იმისა რომ ბრალდების მხარეს ერთი კონკრეტული ფაქტიც კი არ წარმოუდგენია იმის დასადასტურებლად რომ ეს ბიჭები რომლებიც დააკავეს ცდილობდნენ მოწმეებზე ზემოქმედებას ან მტკიცებულებების განადგურებას სასამართლომ როგორც ველოდით მიიღო ესეთი გადაწყვეტილება შეუფარდა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ამ პირებს ბუნებრივია ეს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული და უკანონოა როგორც გითხარით რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან კვლავ რჩებიან დაკავებული 6 ადამიანის ოჯახის წევრები და ასევე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და აქ ასევე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია ისინი ელოდებიან თუ როდის გამოიყვნენ საქალაქო სასამართლოდან დაკავებულ 6 ადამიანს მე გეტყვით რომ მათ ბრალი წარდგენილი აქვთ არჩევნების დროს ხმის დათვლის პროცესში ხელი შეშლა და ასევე დაკავების დროს სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ეს კენტაციცკიშვილი იყო, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთო. ახლა კი წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის სტუმრებს, კახა კუკავა, თავისუფალი საქართველო, ბლოკი პატრიოტ ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია, ანი მიროტაძე, ეროვნული ფორუმი, სევდია უგრეხელიძე, ნაციონალური მოძრაობა. საღამშვიდობისა, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. კაბოტონ სევდია, თუ კი გაქვთ სურვილი გაუკეთოთ კომენტარი ამ გადაწყვეტილებას, მე მოგცემთ ამის შესაძლებლობას. დიახ, აუცილებლად არ შეიძლება ამაზე კომენტარი არ გააკეთო. ქართული ოცნების ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი არ ერიდებიან ღიად სრულიად მოახდინონ ისეთი უსამართლო გრადაცია, როდესაც ჩვენ თვალწინ კორცხელის გმირები შეიარაღებულიც და მუშტითაც და თავიანთი კუნთებითაც ჩვენ თვალწინ ასისხლიანებდნენ პარლამენტის წევრებს და ამაზე არც აღკვეთის ღონისძიებაა გამოყენებული და საერთოდ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუნდაც იმ მიზნით, რომ არჩევნების წინ ეს ყოფილიყო გაკვეთილი იმათთვის, ვისაც მოუნდებოდა კიდევ არჩევნებზე ხელი შეშლა. ამის ნაცვლად ჩვენ ვნახეთ, რომ იქ მასობრივი არეულობის დროს იყო ძალიან ბევრი ხალხი. მე არ ვიცი რა ნიშნით გამოკვეთეს ესენი ჩემთვის როგორც ცნობილია, ესენი არც არიან მგონი მომხრეები ნაციონალურ მოძრაობას. ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ვნახეთ მაშინ, რომ იყო მომხრეები როგორც ნაცმოძრაობის, ასევე პატრიოტების ბლოკის, მაგრამ საქმე ის არის, რომ აი ამ რამდენადაც ვიცი, ახალგაზრდები არიან ძალიან ესენი, აი მასობრივი რაღაც ღელვარების დროს, რომელიც იქ მოხდა, ამათი გამოკვეთა ჩვენ კადრები ხომ ვნახეთ, ჩვენთვის შეუძლებელი არის. ასევე არ არის ცნობილი და ადვოკატი ამბობს, რომ მათი დანაშაული კონკრეტულად არ არის გამოკვეთილი და დასაბუთებული და ამ დროს მათთვის ხდება აღკვეთის ღონისძიების შეფარდება. ეხლა მათ მართლა დააშავეს რამე თუ არა, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ჩვენ თვალწინ ვინც დააშავა და სისხლი ადინა პარლამენტის წევრებს, ისინი დასეირნობენ და ამერიკაში და საზღვარგარეთ გაისტუმრა, როგორც ამბობენ, კალაძის ჯგუფი არის ეს და ეს არაფერი. რა თქმა უნდა, ეს არის დაშინების მცდელობა, რომ მეორე ტურში მთლიანად ეს ახმედ იმამყულიევის არჩევნები დგას სწორედ აქ სერიოზული გამარჯვების წინაშე დგას ეს კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან 47% აქვს და უნდათ რომ გადატეხონ წელში და არ დაგიდევენ, რომ ასეთ შემთხვევაში შეიძლება იქ გამოიწვიონ კიდევაც ეთნიკური დიდი უკმაყოფილება და ეს მათ არ ადარდებთ სახელმწიფოებრიობად, იმიტომ რომ ქართული ოცნება არის სახელმწიფოებრიობის მტერი, ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი. ამიტომ იყენებს ასე სამართალდამცავ ორგანოებს. ხომ არ არის სახიფათო ამ ეთნიკური თემის შემოტანა, რომელიც ახლა თქვენს ეს მე არ შემომიტანია, ეს არის ფაქტი.
ეს არის ფაქტი, იმიტომ რომ ზუსტადაც ისინი ასე აღიქვამენ ამას, რომ ხდება ძალით გადატეხვა მათი ნების, იმიტომ რომ მათი კანდიდატი არის ეს ერთის მხრიდან და მეორეს მხრიდან არის სხვა კანდიდატი. აი ეს ახლა მე ამას ვიტყვი თუ არ ვიტყვი, ახლა ბრმა არავინ არ არის და ყრუ არავინ არ არის, არა? სასაცილოა, რომ ეს ახლა სად უნდა დამალო. შუბი ხალთაში არ დაიმალება. საგანგებოდ თვითონ აკეთებენ ამის პედალირებას. ვინაიდან სურთ რომ გადაიყვანონ ეს არის საბჭოთა მეთოდი. თვითონ გადაყავდა გარბაჩოვს ეთნიკურ რაღაც დაპირისპირებებში საყოფაცხოვრებო დაპირისპირებები და ამბობდა რომ ეთნიკური აფხაზებთან ქართველებს არაფერი არ ქონიათ მსგავსი, მაგრამ რუსეთის ჩარევით ეს იყო პოლიტიკური საკითხი რომ აფხაზეთი წაეღო. ესე რომ რაღაც დავალება აქვს ალბათ მიღებული თორე სხვაგვარად როგორ შეიძლება რომ ასე მოიქცე, ასე განსხვავებულად მოიქცე ერთი საარჩევნო პროცესის ჩაშლის გმირებს და მეორეს კიდევ ასე მოექცე. ეს არის რაღაც გამიზნული ქმედება. გასაგებია თქვენი პოზიცია ამ საკითხზე. ჩვენი ძირითადი სასაუბრო თემა არის არჩევნების შედეგი და ის რეალობა. რომ შევაფასოთ, შეიძლება მეც მოვერიდებოდი ეთნიკური ნიშნის შემოტანას. ეხლა მე ნამდვილად არ ვაპირებ არავის დაცვას, მით უმეტეს ქართული ოცნების და მეც მაქვს იმის მოლოდინი, რომ მეორე ტურებში კორცხელი და მსგავსი ტიპის აქციები ალბათ ჩვენ წინ გველოდება ჯერ კიდევ, იმიტომ რომ როგორც ჩანს ყველაფერს გააკეთებს ქართული ოცნება იმისთვის, რომ კონდეს აუცილებლად საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაგრამ ეთნიკური ნიშანი ვფიქრობ, რომ ცოტა გადაჭარბებულია ქალბატონო სევდია, იმიტომ რომ ეს რომ მომხდარიყო სხვაგან, არა, გათვალისწინება გასაგებია, მაგრამ ამ სახელმწიფოს წევრები ვართ ჩვენ ყველანი და ვფიქრობ, რომ მხოლოდ ქართული ოცნების პრობლემა არ იქნება, თუ თქვათ ეთნიკური ნიშნით რაღაცნაირად მოხდება დაპირისპირება, ასე რომ მე ხა სულაც არ ვფიქრობ რომ რადგან ეს ეთნიკურად არაქართულ მოსახლეობაში მოხდა ეს ამას აუცილებლად აქვს ეთნიკური ნიშანი ეს შესაძლოა მომხდარიყო არა ერთი წუთით ეს შესაძლოა მომხდარიყო სხვაგანაც ამიტომ მოდით ყველაფერს დავარქვათ თავის სახელით თვითონ ფაქტი რა თქმა უნდა ცუდია თვითონ ის რომ კორცხელის ინციდენტი არ იყო შესაბამისად გამოძიებული ან დასჭილი და ახლა ხდება ასე ეს შესაძლოა აჩენდეს კითხვის ნიშნებს მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ეს არ ხდება იმიტომ რომ ეს მოქალაქეები არიან ქართველები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არანაირი სხვაობა ჩვენ შორის არ არის ამ თემაზე თუ გსურთ რაიმე კომენტარი თორე შემიძლია დაგისვათ შეკითხვა რისთვისაც შევიკრიბეთ ამ თემაზე რა ჩვენ გვაქვს 90-იანი წლების გამოცდილება და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლება მეს რეალურად ჩვენ შეიძლება აქ ასე უყურებთ Ani რომ ეს არის ოცნების და ნაციონალების დაპირისპირება, სადაც ნამდვილად არც ერთი მხარეს ჩემი სიმპათია არ არის და ორივე წყალსაც წაუღია, მაგრამ იქ შეიძლება არ ვიცი, მე არ ყოფილი რა, აი კარგი იქნება TV პირველმა გააშუქოს, იქ როგორ უყურებენ, იმიტომ რომ იქ კანდიდატები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები არიან, ამიტომ ამას სჭირდება დაკვირვება, გამომდინარე 90-იანი წლების გამოცდილებიდან, როდესაც ქართულმა სახელმწიფომ ყველა ნაღმს, რომელიც მაშინ იდო ჩვენ სახელმწიფოში, ფეხი დააბიჯა და ეხლა მაინც ვფიქრობ ამას, რა თქმა უნდა, სამართლიანი არჩევნები ყველგან უნდა ჩატარდეს, მარნეულშიც და ზუგდიდშიც, მაგრამ ეხლა ზუგდიდში დიდი თუ გაყალბდა არჩევნები, იყვირებს ოპოზიცია და იყვირებს ნაციონალური მოძრაობა და დამოუკიდებლობას არ გამოაცხადებენ და ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ მეტი ვიღაცამ ეხლა მავანი იქნება ეს, ოპოზიცია იქნება, უცხო ქვეყნის დაზვერვა იქნება თუ სხვა, მარნეულის მოვლენები შეიძლება გამოიყენოს უფრო მწვავედ, ვიდრე ნებისმიერ სხვა რაიონის არჩევნები, მით უფრო ეხლა ვკითხულობდი IPN-ზე, რომ ზუსტად ჯიხაშკარის დამრბევები 10,000 ლარიანი გირაოთი გაუშვეს პარალელურად. კარგით, გადავიდეთ თემაზე, რომელიც ეხება მეორე ტურს და ეს ახლა აქტუალური თემაა ჩვენს ქვეყანაში. ბატონ კახა, ფიქრობთ თუ არა რომ აქ ყველაფერი გადაწყვეტილია უკვე განწყობა თქვენი რა არის მეორე ტურთან დაკავშირებით? საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომლის აღებასაც ოცნება აპირებს. თქვენი აზრით რაიმე ბარიერი შეხვდება? პირველი ტურიც გადაწყვეტილი იყო და მეორე ტურიც ეს არანაირი სიურპრიზებს აქ არ უნდა ველოდოთ, იქნება რა თქმა უნდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, არ ვიცი შეიძლება ნაციონალურ მოძრაობას ხე ეს და რაღაცა ვაჭრობის თუ გარედან მოსული დირექტივებიდან გამომდინარე 1-2 ასე ვთქვათ როგორ ფეხბურთში როგორ ქვია 5-0-ს რო აგებს გუნდი და მე ერთ გოლს რო გაიტანენ პრესტიჟის გოლი აი შეიძლება ესეთი პრესტიჟის გოლი გაატარინონ ეხა ის რომ ძირითადად არჩევნების შედეგები მეორე ტურში გადაწყვეტილია ამაზე არანაირი ორი აზრი არ არის და მე ვფიქრობ რომ ეს თავიდანვე ასე იყო გადაწყვეტილი ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის ამოცანები ერთმანეთს ემთხვეოდა ქართულ ოცნებას სურდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ნაციონალური მოძრაობას სურდა ექსკლუზიური ოპოზიციის სტატუსის მოპოვება ყველაფერი დაარჩენი იყო სპექტაკლი მიშა ჩამოდის დადგა
ნაციონალურ მოძრაობამ და 315 მუღლით აღძრული საქმეები დადგა ქართული ოცნების პრეს-ცენტრმა. მიშა რო აღარ ჩამოდის ვნახეთ, აგერ ახლა ვნახავთ ჩვენ რომ 315 მუღლით აღძრული საქმეების უყოლა დაიხურება და არანაირი პიკეტები და ბარიკადები რა თქმა უნდა არ იქნება. ნაციონალურ მოძრაობას შევა მშვიდად პარლამენტში და შეუდგება ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას დაზარალებული აქ არის დაზარალებული არის ქართული ხალხი, ბევრი ადამიანი არის მოტყუებული, მოხდა ზუსტად ის რაც 99 წლის არჩევნებზე, როცა ვითომ შევარდნაძის და აბაშიძის დაპირისპირება მიდიოდა, სინოდულეში სცენარი იყო წინასწარ დაწერილი მაშინდელი არჩევნებისას და მაშინაც ბევრი გულწრფელი ადამიანი მოტყუდა, ძალიან ბევრმა ზვიადისტმა ხმამისცა ასლან აბაშიძეს როგორც წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერს, მაგრამ მე ვნახეთ რომ როცა რეალური ოპოზიცია გამოჩნდა, შევარდნაძე და აბაშიძე ერთად იდგნენ. მაშინ გითხავთ ბარემ იმ არჩევნების შედეგი ასევე იყო ის რომ ასევე დაბალი პროცენტით, მაგრამ მესამე პოლიტიკური ძალა მაინც შევიდა პარლამენტში. ანალოგიური ფუნქცია დაეკისრება ახლა პატრიოტთა ალიანსს. პატრიოტთა ალიანსი რომ შევიდა, თავისთავად ცხადია, მაინც სულ ორ პარტიულობას მე ვფიქრობ რომ ეს სამ პარტიულობა ჯობია, თუმცა ბალანსი ისეთია ეხა, განსხვავება პირველი და მეორე ძალის შედეგებთან მიმართებაში იმდენად დიდია, რომ ეს საერთო სურათს მე ვფიქრობ რომ რთულად თუ შეცვლით, თუმცა პატრიოტთა ალიანსის დეპუტაციას მინდა წარმატება უსურვო და რა ვიცი, რაც ჩემი მხრიდან მხარდაჭერა თუ რჩევები თუ რაც შეიძლება დაჭირდეს, აუცილებლად ვისურვებდი რომ აი მათ შეძლონ პარლამენტის შიგნითაც აი ამ მესამე ასე ვთქვათ მიმართულების გამოკვეთა. თუმცა მე მაინც ვფიქრობ რომ პარლამენტის გარეთაც იქნება გასაგებია. კი, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. გალბატონ სევდია, ასთა სხვადასხვაობა რაც იყო ნაციონალურ მოძრაობაში, ეს იცის ჩვენმა მოსახლეობამ ამ სიღრმეებში ახლა არ შევალ, გადაწყდა ისე როგორც გადაწყდა, თქვენ მონაწილეობთ მეორე ტურში. საინტერესო არის იმედი გაქვთ. როგორ შეგიძლიათ სხვების ხმები, ვინც სხვაზე გადანაწილდა პირველ ტურში, ახლა თქვენკენ მოიზიდოთ. მოგახსენებთ რომ საერთოდ ეს არის პოლიტიკური პროცესი და ნებისმიერ შემთხვევაში აქ იმედებით კი არ წყდება პოლიტიკაში მონაწილეობ თუ არა, არამედ იმ მოქმედებისა და მიზნისკენ სწრაფით, რომელიც გაგაჩნია და ესეთი მიზანი მე მგონი ყველა პოლიტიკურ პარტიას გააჩნია ალბათ, ვინც შევიდა პარლამენტში და ვინც ვერ შევიდა. სამწუხაროდ აქვე მინდა დავძინო რომ მეც ველოდებოდი მრავალპარტიულ პარლამენტს და მინდა გითხრათ რომ სულაც არ ვიყავი ამის მიმართ ანტაგონისტურად განწყობილი. მრავალპარტიული თუ იქნებოდა, მე მაინც არწმუნებული ვარ, რომ ქართულმა ოცნებამ წაიღო ზუსტად იმ დანარჩენი ოპოზიციური პარტიების ხმები. შეიძლება ეს მათემატიკურად ბალანსი სხვანაირად დგება, მაგრამ ზოგადად ესე არის. რაც შეეხება იმას, რომ რას ვაპირებთ, რა თქმა უნდა, მუშაობას ვაპირებთ, ვინაიდან ეს პოლიტიკური პროცესია, მე მიმაჩნია, რომ მე გმირულად აღუდექი წინ ესეთ კრიმინალურ მენტალიტეტს, იმიტომ რომ მე მებრძოდნენ პირველი დღიდან, მიგზავნიდნენ, ესე იგი, ავტორიტეტებს, რომლებსაც საარჩევნო შეხვედრის ჩაშლა უნდა და როგორც კი დასახელდნენ თბილისის მაჟორიტარები, იმავე დღეს ჩემს ბანერზე უწყლაწურებები მიახატეს, როგორც კი შევიდა საარჩევნო კამპანია ცოტა ესე ვთქვათ გახურდა, შემდეგ თავი მომაჭრეს და ეს იცით მაფიოზური გზავნილია თავს გაჭრიან სურათზე, ესე იგი თავს მოგაჭრი საერთოდ. და ასე შემდეგ. მაგრამ მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც რაიონში გავაკეთე, ეს იყო უმძიმეს მდგომარეობაში ეს ოლქი და ჩვენ თავიდან რაც გქონდა კარდაკარის შედეგად ხმების რაოდენობა, ეს ორნახევარჯერ მეტი ხმები ავიღე, ამასთან შედარებით ჩემი კარდაკარსიარული შედეგად 2500 ხმა მოვიპოვე 2 თვის განმავლობაში. თუ ასე განვაგზავნოთ მუშაობას, მე ვფიქრობ, რომ ის რაც მე ვნახე მოსახლეობასთან შეხვედრა, ჩემთვის არის ძალიან დამაიმედებელი. რა თქმა უნდა, ეს სრულიად არასამართლიანად ქონდა ამ უბნებს ესეთი სახელით თითქოს ესენი კრიმინალური გაგების უბნებია, სულაც არა, ადამიანები რომელსაც ხვდებოდი, მათ შორის იმათაც რომელთაც ქონდათ გარკვეული პრობლემები სამართალდამცავ ორგანოებთან, ასეთ ადამიანებსაც ვესაუბრებოდი, მე მათი მესმის, მათაც გაიგეს ჩემი და ეს არ არის ის მდგომარეობა, რომ ყველა იქ იყოს უბედური და უკმაყოფილო. პირიქით ადამიანები, რომელთაც ხმა მიცეს ქართულ ოცნებას, ეხლა მეუბნებოდნენ, რომ ეხლა აპირებენ ჩვენ მოგცემ ხვას და მოგცემენ, იმიტომ რომ არაფერი არ კეთდება ქართული ოცნების მიერ. მართალია ეჩვენებოდათ, რომ ზედმეტად მკაცრი იყო შეფასება, ვთქვათ, სასამართლოს და საჯარო ახსულების მიმართ, მაგრამ ეხლა ხედავენ, რომ ეხლა მოსვენება არ აქვთ იმავე ადამიანებისგან, რომელიც ეხლა გარეთ არიან და ასე შემდეგ და ასე. გავადოსებდი, აი ორი აზრი, რომელიც მე ვახსენე, რომელიც იყო ნაციონალურ მოძრაობაში, ან მონაწილეობა, ან ბოიკოტი. და რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი უჭერდა მხარს, რომ ის ამბობდა, რომ აზრი არ აქვს მონაწილეობას. თქვენ რომელი აზრის მხარეს იყავით? იცით, იმდენი დარღვევების მოწმე გავხდით, ჩემთან 1600 ბიულეტენია ბათილი.
22 საჩივარი მაქვს დაწერილი. ჩემთან სუსი მუშაობდა უბანში და მიათრევდა პრობაციონერებს ძალით იმაში, რა ქვია, საარჩევნო უბნებზე. რა თქმა უნდა, პირველი ემოცია ჩემც ესეთი იყო, რომ არ ღირს ამ სიბინძურესთან შეხება. მაგრამ მე როგორ უნდა გადავწყვიტო იმის საკითხი, ვინც თვითონ შევიდეს, უნდა სიით არის და სიით არის შემცვლელი. შემდეგ როდესაც დავფიქრდი, რა თქმა უნდა, ეს ემოციური იყო ეს ჩემი მიდგომა და ალბათ სააკაშვილსაც იგივე ემოცია ჰქონდა იმ დროს, პრაგმატული გადაწყვეტილება არ არის სწორი, პოლიტიკოსები არ უნდა ჩამოცილდნენ პოლიტიკურ პროცესებს, მით უმეტეს ისეთი ინტელექტუალები, რომლებიც ახლა შედიან ჩვენგან პარლამენტში და ისეთი პროფესიონალები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით შეუძლიათ მათ იმოქმედონ და იმუშაონ და ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნიათ და რა თქმა უნდა, როდესაც პოლიტსაბჭოს ხდომა იყო და ჩვენც ვესწრებოდით მაჟორიტარები, იმიტომ რომ ახლა გასაგებია გადაწყვეტილება, მაგრამ მე არავინ დამაძალებს, მივიღო მონაწილეობა, თუ მე პირადად არ მინდა გაგრძელება, ხომ, ესეც არის. და როდესაც უმრავლესობით იქნა გადაწყვეტილება მიღებული, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან მშვიდ ვითარებაში ჩაიარა მან, ყველამ გამოთქვა თავისი აზრი, ჩვენთვის ცნობილი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის აზრი, მაგრამ მიუხედავად ამისა, იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული და ეს ალბათ იყო ყველაზე სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ქალბატონო, აი თქვენც რამდენადაც მიხვდი ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ორივე საწყობდა ეს შედეგი, საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართულ ოცნებას და თავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი ნაციონალურ მოძრაობას. ხო, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი არის და ეს გამოიკვეთა განსაკუთრებით აი ბოლო 6 თვის განმავლობაში. მე ვფიქრობ, ხა ეს ყოველთვის ცნობილი ამბავი იყო, რომ ეგრეთ წოდებული დემონიზაცია მიმდინარეობდა მიხეილ სააკაშვილის და დავეთანხმები კახას, როცა ის ამბობდა, რომ აი აუცილებლად უნდა შექმნილიყო იმის საშიშროება, რომ მიშა მოდიოდა, რა თქმა უნდა, მიშა არ ჩამოვიდოდა და ეს ყველა მიცოდა. არც ზღვით, არც მთით, არც ჰაერით, არც არსაიდან მიშა არ ჩამოვიდოდა. ერთი რომ მას ამის გამბედაობა არ ყოფნის, ის ჩვეულებრივი მშიშა რა და მერეც მეორე რას საკვირველია, რომ ეს არ ჯდებოდა არც ერთ შემთხვევაში სქემაში და ორივე მხარემ ამ შემთხვევაში ორმა მესიამ მოიგო ეს არჩევნები და იმ დამატებითმა სტრატეგიამ, პიარ სტრატეგიამ კიდე რომელთანაც ჩვენ გვქონდა საქმე მთელი ამ ხნის განმავლობაში და საბოლოო ჯამში შეიძლება ამ ორმა პარტიამ მიიღო ის რაც უნდოდა, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული და ხაზგასმით ვამბობ ამას, რომ წავაგეთ ჩვენ ყველამ ერთად წააგო ქვეყანამ, იმიტომ რომ დღეს 21 საუკუნეში, როდესაც ჩვენ გვაქვს პრეტენზია იმის, რომ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, მართველი გუნდი დაკავებული არის პოლიტიკური არითმეტიკით, ექნება თუ არა მას. ბოდიშს ვიხდი, ექნება თუ არა მას საკონსტიტუციო უმრავლესობა და ის ემზადება ამისთვის და წინ გველოდება აუცილებლად მეორე ტურების სირთულე, სადაც ჩვენ მე ასევე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ძალიან ბევრი დაპირისპირება იქნება ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობაში შორის, იმიტომ რომ ორივე საწყობს დაპირისპირება და ხმაური საარჩევნო უბნებთან. თქვენი პარტიის ლიდერმა ახსენა გაყალბება, ზეწოლა, დაშინება, მოსყიდვა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, აყენებთ თუ არა არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს? აი ამ ჩამოთვლილი შეფასებების მიუხედავად. ხო, ეს ისეთი საკითხია, რომ თქვა, რომ ლეგიტიმაციის საკითხს ვაყენებ, მაშინ მე აქ უნდა მედოს ძალიან ბევრი ფურცელი, რომელიც იქნება დამადასტურებელი ამ გაყალბებების, აი ამ მოსყიდვების, მე ჩემი მაგალითით გეტყვი, რომ ჩემს რაიონში ტოტალური გაყალბება იყო და ტოტალური მოსყიდვა და მართლა საოცრებებთან მქონდა საქმე. შეიძლება იმ დღეს არჩევნები მიმდინარეობდა ძალიან მშვიდ გარემოში, მაგრამ ეს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო წინა ღამეს, მაგრამ მე არ მექნება უფლება ვთქვა, რომ ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ, ვინაიდან მე მაქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როგორც პოლიტიკოს, რომ დავდო ამასთან დაკავშირებით ფაქტები. ჩვენ გვაქვს გარკვეული მტკიცებულებები, მაგალითად გაბათილებული ბიულეტენების შესახებ, როგორც ჩემს რაიონში, მაგალითად ფოთში, მაგალითად აჭარაში, აი ტოტალური გაყალბება იყო და ჩვენ ტოტალური ის ერთია რომ გაყალბება და ბიულეტენები გაუქმებული, მაგრამ კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, რომ თუ არ არის საკმარისი არგუმენტები, ხა ესე უაპელაციოდ იმის თქმა, რომ მე ვაყენებ კითხვის ნიშნის ქვეშ ამას. აი, როგორც ჩანს, ნინო ბურჯანაძე არის ჯერჯერობით ერთადერთი თუ არ ვწდები, რომელმაც თქვა, მას ლეგიტიმურობა არ უხსენებია. არა, მან ახსენა ლეგიტიმურობა, მან თქვა, რომ ლეგიტიმურობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, გუშინ ჩვენ 7 საათზე. არ უთქვია, რომ არჩევნები არის არალეგიტიმური. მან თქვა, რომ გუშინ 7 საათზე ჩართვა ქონდა, მან თქვა, რომ არჩევნები დგას კითხვის ნიშნის ქვეშ მისი ლეგიტიმურობა და მომეცით საშუალება გადავითვალო
თავიდან ხმები. ეს თქვა სიტყვით ნინო ბურჯანაძე. მას ექნება ამის შესაძლებლობა, ვინაიდან აი ამ ხმების ხელახალი გადათვლა შესაძლოა მოგცემს გარკვეულ სურათს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აი ჩემს მაგალითად აჭარის მაგალითზე გეტყვით, რომ 25000 ბიულეტენი არის გაუქმებული, ჩვენი მონაცემებით აქედან ეროვნული ფორუმის წარმომადგენლების წილით საკმაოდ მაღალია, ისევე როგორც ფოთთან დაკავშირებით, ისევე როგორც ჩემს რაიონთან ჭიათურასთან დაკავშირებით 1000-ზე მეტი ბიულეტენი არის გაუქმებული, მაგრამ ნუ ხა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ეს არ მაძლევს იმის თქმის სრულ საფუძველს, მით უმეტეს რომ მე არა მაქვს მტკიცებულებები, თქვა რომ ლეგიტიმაცია უნდა დავაყენოთ. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და განვაგრძობთ საუბარს. საღამოს ეთერის სპონსორია შეპესე Star Group Posta. თქვენი არჩევანი, ჩვენი ფასები. Vitrum Cardio Omega 3 აწესრიგებს ქოლესტერინის დონეს და ამცირებს გულის დაავადებების რისკს. გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას გვერდით მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი Realty Aulabari შენდება ენერგოეფექტური ბლოკითა და გერმანიიდან ექსკლუზიურად ჩამოტანილი მაღალი ხარისხის მასალით. Realty Aulabari გამწვანება, სპორტული მოედანი, სამსართულიანი სავაჭრო ცენტრი და სამსართულიანი ავტოსადგომი. ხედი ძველ თბილისზე. Realty Aulabari ხარისხი, რომელსაც თვლით რომ იმსახურებთ. 2331100 მიკროკრედიტი ძლიერი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის წევრი. დააბანდე თანხები 19%-ში და მიიღე გარანტირებული სარგებელი უკეთესი მომავლისთვის. სარგებლიანი და საიმედო მწვანე თამასუქი 8 წელი თქვენ გვერდით. მიკროკრედიტი მწვანე უბანი ლისის მიმდებარედ თბილისის პრესტიჟული ინფრასტრუქტურა, ქალაქის განახლებული კომუნიკაციები, ტყეში შეჭრილი სასეირნო ბილიკები, რეკრეაციული სივრცე, წიწვოვან ტყეპარკთან, ევროპული არქიტექტურის ხელმისაწვდომი ბინები. მწვანე უბანი ლისთან, აქ უკეთესია. უამრავი კარი არსებობს, გონების კარი, არსად-კარი, გულის კარი. მაგრამ არის ერთი კარი, რომელიც შენში განსაკუთრებულ ემოციას იწვევს. ეს შენი სახლის კარია. მონოლით ჯგუფი. შეაღე შენი სახლის კარი. შეცვალეს სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიე ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. Red Rain ახალი ენერგია. Sisi-Lounge-ში სეცხი 500 ლარამდე უპროცენტოდ, ხოლო არსებული კლიენტებისთვის 1500 ლარამდე გაზრდილი ლიმიტი. როცა ფული გჭირდება, Sisi-Lounge. საბურავი გაგისკდათ, გამოცვალეთ. დასვენება გინდათ, იმოგზაურეთ. თუ ფულის აწუქლისთვის არ ყოფნით, დაამატეთ. რატო გავჩერდით? მარიწერება? ელემენტია გამოსასვლელი. ყველაფერი ასე მარტივად რომ იყოს, კარგი იქნებოდა. სუსტად ეგრეა. რა არის ეგრე? სესხის აღება. დააჭერ, შეავსებ და მიიღებ. პირველი სესხი უპროცენტოა. რა დროს შირდება ამ თანხის გადმორიცხვას? დაახლოებით 1 წუთი. მოვემზადეთ? კამერა? არის კამერა. ხმა? არის ხმა, არის. წავიდა. My Credit წერტილი ჯი. აიღეთ უპროცენტო სესხი 1 წუთში. საღამოს ეთერის სპონსორია შეპესე Star Group Posta. თქვენი არჩევანი, ჩვენი ფასები. ფასეულობები, ერთგულება და გუნდი. ყველაზე საქმიანები და პირველები. დილიდან საღამომდე. რა თქმა უნდა, TV პირველზე. დაბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში ხა მგონი ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სურდათ რაღაცის. მე პირადად მიმაჩნია რომ არჩევნების დემოკრატიულობა არანაირ ასე თქვა სტანდარტთან ახლოს არ არის, თუმცა ანის ვეთანხმები რომ ამ განცხადებას თან უნდა ახლდეს დამადასტურებული დოკუმენტები, რომელიც არის ვრავლად. ჩვენ გვექნება კონსულტაციები ყველა კვალიფიციური პარტიასთან უახლოეს დღეებში და მე ვფიქრობ, რომ ლეგიტიმურობის შესახებ და არჩევნების დემოკრატიულობის შესახებ განცხადებას ექნება გარკვეული წონა, თუ ის იქნება პოლიტიკური პარტიების რაღაც მნიშვნელოვანი სპექტრის მიერ ერთობლივად შემდგარი დოკუმენტი და აუცილებლად უახლოეს 60 დღეში ჩვენ ეს რა გავლენა შეიძლება ამან საერთოდ პროცესზე მოახდინოს.
ეს არის პოლიტიკური პარტიის მხრიდან აუცილებელი ნაბიჯი, რომ პოლიტიკური პარტია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და თუ შენ გააქვს პრეტენზია, რომ წარმოადგენ მოსახლეობას, უნდა უთხრა, კულუარში კი არ უნდა კონდეს მარტო ვიღაცასთან ჩაიზე კი არ უნდა ელაპარაკო, უნდა უთხრა. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, იყო ეს არჩევნები დემოკრატიული, თუ არ იყო ეს არჩევნები დემოკრატიული, თუნდაც ამიტომ. მეორე ამას აქვს მნიშვნელობა სამომავლოდაც, იმიტომ რომ სინამდვილეში რა ხდება ჩვენთან საარჩევნო კოდექსის ნორმები კი არ არის შესაძლებელი. ჩვენთან აი ჩამოყალიბდა 92 წლიდან მოყოლებული ასეთი სისტემა, რომ საქართველოს გადაიქცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად, ეს არის ასე ვთქვათ, სადაც ორი სუბიექტია, ამერიკა და რუსეთი, რომლებიც მე ამ თავის წლებს სამართავად გადაცემენ ადგილზე ორ სუბიექტს. ხან იყო შევარდნაძე და აბაშიძე, ეხლა არის სააკაშვილი და ივანიშვილი და რეალურად ქართველი ხალხი არის გამოთიშული ამ პროცესიდან. ერთ-ერთი მთავარი, ერთ-ერთი ინსტრუმენტს ვიტყვი, ეს არ არის ერთადერთი. ეს არის ფინანსური ინსტრუმენტი. არჩევნებს არანაირი აზრი არ აქვს, როცა ორი პარტია ხარჯავს მთლიანი საარჩევნო ფონდების 99%-ს. როცა ორ პარტიას აქვს მთლიანი მედია რესურსების 99%. ძველი ბერძნებიდან მოყოლებული თანამედროვე დემოკრატიების დამყარებული, სადაც არჩევნები ტარდება, ყველგან არის უმკაცრესი ფინანსური ლიმიტები. საქართველოში არ არის. ერთ-ერთ გერმანელ დეპუტატს ვესაუბრებოდი ახლა ბოლოს სტრასბურგის სესიაზე და ვკითხე, რომ რამდენი დახარჯა თქვენმა პარტიამ, მერკელის პარტიამ ბოლო არჩევნებზე. მითხრა, რომ თუ ზუსტად მახსოვს 20 მილიონი ევრო. უთხარი, რომ ზუსტად იგივე მარტო დეკლარირებულად დახარჯა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს 45 მილიონი ლარი. დეკლარირებული, ახლა იმის მიღმა რა იყო, ეს ცალკეა. ახლა როგორ წარმოგიდგენიათ, როცა ევროპის ყველაზე დიდი და ყველაზე მდიდარი ქვეყნის პარტია ხარჯავს იმდენიმეს, რამდენსაც ევროპის ყველაზე პატარა და ყველაზე პატარა ქვეყნის ღარიბი ქვეყნის მმართველი პარტია. რა დემოკრატიაზე ვლაპარაკობთ? პირდაპირ ძირითადი გაყალბება იყო მოსყიდვა. აი ეს კადრი საწოდაო საქართველოს, აი ესეთი უნდა დაადო იმას ტიტრები. ხელში აყვანილი კაცი რო შემოყვან თუბანზე, პირდაპირ ტაქსა იყო დადებული და უბრალოდ რამდენ კაცსაც მოიყვანდი იმდენით მეტი იქნა. არ ვიცით რო ესეა? არ ვიცით ქართულ ოცნებას. შენ უბანზე არ იცი ქართულ ოცნებას რამდენი კოორდინატორი ყავს? აბა ნახე, ერთი მაინც თუ ყავს გაფორმებული და ერთის ხელფასი მაინც თუ ყავს დეკლარირებული. 10 მილიონი, 100 მილიონი ლარი შავი ფული იდება აი ამ ორი დიდი იმის ხრიდან და გასაგები, აი ეს რეალობა რომელიც ახლა აქვს. ეს უნდა სისტემა უნდა დაინგრეს. აი როგორ უნდა დაინგრეს ეს ერთი მნიშვნელობა, აი მე მოგცემ შესაძლებლობას კახასთან მაქვს შეკითხვა. აი პირადად თქვენ თუ იცით რა უნდა აკეთოთ, აი მაგალითად ხვალიდან თქვენმა პარტიამ რა სტრატეგიით იმოქმედებთ? მე შემიძლია ვთქვა ერთი რამ, რასაც შენ ეთერშიც ვახვა არაერთხელ მაქვს ნათქვამი არჩევნებამდე და ნუ სამწუხაროდ დადასტურდა ის, რასაც ვამბობდი. როცა არის ეს ორი დიდი მონსტრი, შეუძლებელი არის ამას, რომ აი თავი რო კიტრად მოქონდა ისეთმა პარტიებმა და რაღაც თავიანთი კვლევებით რომ მანიპულირებდნენ იმდენი პროცენტი მაქვს, ამდენი პროცენტი მაქვს, დაუპირისპირდი. ამას შეიძლება დაუპირისპირდეს, როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში, მხოლოდ ერთიანი დემოკრატიული კოალიცია. სხვა მეთოდით პირისპირება არის შეუძლებელი. მე მოვიარე ყველა პარტია ორ წრეზე არჩევნებამდე. თითქმის ყველა პარტია, ნუ რომელსაც რაღაცა პულსი ესინჯებოდა. ჯერ პირველი ჩემი აზრით ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნებოდა ერთიანი ბლოკის შექმნა ამ არჩევნებისთვის, მესამე ცენტრის შექმნა. ნუ მას შემდეგ რაც ვნახე, რომ ეს ძალიან გადაულახავს ერთულებთან იყო დაკავშირებული, ყველას შევთავაზე ასევე რომ მოდი მაჟორიტარები მაინც დავაყენოთ ერთიანად. დღემდე არ ვიცი, აი ვინმე დამისახელოს, რა არგუმენტები ქონდა რომელიმე პარტიის ლიდერს, როცა თბილისში დააყენა 22 კანდიდატი. და რატო არ შეიძლებოდა რომ ერთ პარტიას ყოლოდა 3 კანდიდატი, მეორეს 5, ჩვენ მქონდა შანსი თბილისში მოგვიგო 22-დან 22-ვე ოლქი. ეხლა წავაგეთ არასაპარლამენტო ოპოზიციას გულისხმობ და ნუ საპარლამენტოს იმ ნაწილსაც რომ 22-დან 22-ვე. აი ვინმე დამისახელოს ერთი არგუმენტი, აი რა არგუმენტი იყო იმაში, რომ ოპოზიციური პარტიები არ შევთანხმდით თუნდაც მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებზე. სამომავლოდ, ეხლა ამას არ ვამბობ ნიშნის მოგების მიზნით ნამდვილად. ამას ვამბობ იმ მიზნით, რომ მოდის ისევ არჩევნები, სქემა არის, სცენარი არის დაწერილი, ისევ ოცნება და ნაციონალები, ისევ სექტემბერში გაიცად აღიძრება სიცხლის სამართლის საქმე, ისევ სააკაშვილი იტყვის, რომ ჩამოვალ ადამიანის მეხსიერება ისეთია, რომ ისევ ხალხის რაღაცა რაოდენობა ამაზე მოთხოვდება, ამას ვერც თავისუფალი საქართველო, ვერც ეროვნული ფორუმი, ვერც სხვა უფრო მეტად თუ ნაკლებად რეიტინგული პარტიები წინ ვერ აღუდგებიან. მაგრამ ახსენე ფინანსური რესურსები. მხოლოდ ფართო დემოკრატიული კოალიცია. კი ბატონო, მაგრამ როდესაც ასეთი წირი ფინანსები აქვს დანარჩენ პარტიებს და როდესაც ასეთი აზრთა სხვადასხვაობა, იდეოლოგიური და სხვა სახის მოწინააღმდეგეს ეძლევა კარგი შესაძლებლობა, რომ ეს გაერთიანება არ დაუშვას. არა, ეს რა თქმა უნდა, მეც მაქვს გეჭვი, რომ ის პარტიები, რომლებიც ამ შეთანხმებაში არ შემოვიდნენ, არ შემოვიდნენ არა მარტო იმის გამო, რომ სულელები იყვნენ, არამედ იმის გამო, რომ რაღაცა ვალდებულებებითაც იყვნენ დატვირთული. ამის მიუხედავად, თავი დავანებოთ პარტიებს, ამორჩეველი როგორაა დაყოფილი. ამორჩევლის რაღაცა სეგმენტი იყიდება, არ ვიცი ზუსტად 50%-ია თუ მეტი, მაგრამ არის მეორე 50%, რომელიც არ იყიდება. ის
ის სეგმენტი, რომელიც იყიდება, ძალიან კარგადაა მობილიზირებული და ასე ვთქვათ, ერთთან ორ სუბიექტზე ნაწილდება ხმები. მაგრამ ის სეგმენტი, რომელიც თავისი პრინციპებით აკეთებს არჩევანს, თუ გადანაწილდება 10 პარტიაზე, მოდი კიდევ უფრო დავაკონკრეტებ. აი 50% აქვს ოცნებას, 25 ნაციონალებს, 25 დანარჩენ პარტიებს. თუ ეს 50 და 25, თუ ეს 25%, რომელიც ასე ვთქვათ, სხვა პარტიებს აქვს, განაწილდება, ვერასდროს მეორე ტურამდე ვერ მივაღწევთ. ყოველთვის იქნება მეორე ტურში ოცნება და ნაციონალები და ბოდიში ქალბატონ სევსტია და პირადად ნამდვილად პატივცემ დააუთავებენ ეხა იმ ნაციონალურ მოძრაობას მეორე ტურში. არც მათ არანაირი შანსი არ აქვს. ერთადერთი შანსი იმისთვის, რომ ოცნების მიერ დაწერილი და კიდე სხვების მიერ დაწერილი სცენარი არ გავიდეს 17 წლის არჩევნებზე არის ის, რომ აი ეს 25% თუ 30 თუ რამდენიც არის, უნდა ერთი კანდიდატის ირგვლივ იქნეს მობილიზირებული, გავიდეს მეორე ტურში. ეს კანდიდატი და მეორე ტურში სხვა კანდიდატს ექნება შანსი. გისმენთ და შემდეგ ქალბატონი სერგი. ერთი დადებას დავამატებ მარტო, იმიტომ რომ ნაციონალს დღევანდელი მოცემულობით, მე არ ვიცი 50 წლის შემდგომ რა იქნება. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დღევანდელი მოცემულობით და ალბათ გაისის მოცემულობითაც მეორე ტურში შანსი ვერ ექნება. კი ბატონო, ამაზე ქალბატონ სევდიას პოზიციას მოვისმენთ ახლა. მე გავაგრძელებ იმას, რომ ჩვენ რეალურად არჩევნებს ვატარებთ, ბოლო 20 წელია, ახლა უნდა ვთქვათ ეს, რეალურად ჩვენ არჩევნებს ვატარებთ მოწვეულებული საბჭოური სისტემით, აპრობირებული სისტემით. ამ სისტემას იყენებდა ნაციონალური მოძრაობა, ეს სისტემა გამოიყენა ახლა ქართულმა ოცნებამ და თუ ჩვენ მართლა არ შევქმნით სხვა მოცემულობას, აუცილებლად ეს სისტემა ყოველთვის იქნება ეფექტური. ახლა სუსი იქნება ამის განახორციელებელი თუ კიდე სხვა ვიღაც სამსახურები, ფაქტად რჩება, რომ ეს აუცილებლად იქნება 2017 წელს. სწორედ ამას ემსახურებოდა. ახლა კარგი არის რომ ეს თემა გაიხსნა და უფრო გაადვილდა ამ თემაზე საუბარი. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი ინიციატივა, როდესაც კახაშარდაო 2 დღის წინ განაცხადა, რომ მოდით ახლავე აქედანვე არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ვიფიქროთ იმაზე, რომ შევქმნათ კლასიკური ევროპული ტიპის პარტია, ანუ ის რესურსი, რომელიც ახლა არის გარეთ, შევკრიბოთ და აქედან დავიწყოთ დაპირისპირება აი ამ სქემასთან და სისტემასთან, რომელიც უნდა ჩამოიშალოს. თუ არ ჩამოიშალა, მაშინ მართლა ესე იქნება დადგმული. კონკრეტული პარტიიდან მივდივარ აქამდე. მთლიანად ლიდერები. ამ პროცესში თქვენ როგორ მოახერხებთ, რომ პირიქით რაღაც შექმნათ? არავის არ არის ეს დია არ არის ვიზა ჩამოკიდებული, ზოგადად მიმაჩნია რომ ეს გადაწყვეტილება სწორი არ იყო, მით უმეტეს აი ეს ემოციურ ფონზე ასეთი გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება, ცოტა უნდა ალბათ უნდა ვაცადოთ ემოციებს გავლა და ამის შემდგომ ბევრად უფრო ეფექტური იქნება გადაწყვეტილებაც და რაციონალური იქნება სამომავლო პერსპექტივებზე საუბარიც. ამას ჩვენ ვერ ავწდებით, ვერც ერთი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ახლა არის დარჩენილი პარლამენტის გარეთ, ამაზე ფიქრს და კონსულტაციებს ვერ აცდება. თუ სხვას ვინმეს უკეთესი შემოთავაზება ექნება, ანუ ჩვენი პარტიის შემოთავაზებისგან განსხვავებით ეროვნული ფორუმი მზად არის აი ამ რაციონალურ კონსულტაციებში მიყვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მაშინ ყველამ გაიაზროს, რომ თანამონაწილეა იმის, რომ სისტემა, რომელიც ანგრევს ზოგადად თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას ამ ქვეყანაში, იქნება სიცოცხლისუნარიანი და მუდმივად იქნება ესე გამყარებული დიდი ფინანსური რესურსით, რომელიც აქვს ორ პარტიას დღეს საქართველოში, ეს არის ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. აი ეს არჩევანი გვაქვს და აი სწორედ ამიტომ არის, რომ კი არ ახლა მე არ ვიცი როგორ უნდა დავაყენო ლეგიტიმაცია არჩევნებს, მაგრამ ფაქტია, რომ აქ იმუშავა სისტემა, მომას დაემატა დიდი ფული, რომელიც შევიდა ძალიან ბევრი ადამიანის ოჯახში. ფულმა იმუშავა იქითაც, აქეთაც და გადანაწილდა. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის როლს როგორ ხედავთ ამ პარლამენტში, როდესაც შეიძლება მართლ გუნდს კონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. რა უნდა აკეთოს იქ ნაციონალური მოძრაობა, გარდა იმისა, რომ გამოიყენებს ტრიბუნას. უკაცრავად, ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ ფუნდამენტურად არ ვეთანხმები, ოპონენტები არიან ამ შემთხვევაში, მათ მიერ წამოყენებულ არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ აი ახლა მაჟორიტარები მაინც გაგვენაწილებინა. მაჟორიტარული სისტემა ხო თანხმდებით ყველა რომ არის მანკიერი და იგი არ უნდა არსებობდეს. ასე რომ მაჟორიტარებს როგორ გადაინაწილებდა ოპოზიცია, იგივე სურათი დაიხატებოდა აბსოლუტურად ჩემს ღრმა რწმენით და მე მგონია ახალაც ეს ძალიან კარგად იცის. შეეხება იმას, რომ რა მითამაშა როლი, რომ ჩვენ ორნი შევჭით ეგ და მესამე კიდევ კარგი რომ არის ეს პატრიოტთა ალიანსი, იმიტომ რომ ის ასახავს გარკვეული ნაწილის ჩვენი მოსახლეობის სულისკვეთებას და მაშინ ის იქ უნდა იყოს რა და ეტყობა უკეთ ასახავს ვიდრე ვთქვათ მსგავსი პარტიების ხვები, რომლებიც არიან მსგავსი შეხედულების. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი დამსახურება იმაში, რომ მაინც ჩვენ ორნი შევჭით, ასე ვთქვათ, ჩვენ შევჭით ოცნებას ოპოზიციად
არის დამსახურება სწორედ აი ამ პარტიების. ისინი ყველა საუბარს, ყველა ლაპარაკს იწყებენ ნაციონალური მოძრაობის ლანძღვით, ხომ ხედავთ, აი ქალბატონმა ანიმაც შიშარა სააკაშვილი, ისიც კახაც იგივეს. ყველანი ისინი მათ ლექსიკა არის. ერთი წუთი. არა, ხო გაპროტესტეთ ანის სიტყვა. მე როგორ ახსნით? უკაცრავად. თუ შიშარა. თქვენ ხო მელოდებოდით. არც სერიოზულად არც მიმიღია და არც მივიღებ მასე ჩახშობა. აგაშენად ღმერთმა ჩვენ წარმოგიღია სერიოზულად. ხო და არც ის არ ამბობდა სერიოზულად ალბათ. ასე რომ მეტუმეტეს ეს უფრო ამძიმებს იმოცემულობას რომელიც არის შემთხვევაში თუ ამან შეძინა რაღაცა ძალა ნაციონალურ მოძრაობას პირიქით ოცნებასაც შეძინა ძალა იმიტომ რომ აი ახლა გეტყვით თქვენს მიერ დაშინებული ხალხი თქვენი მომხრეები რომლებიც იყვნენ ახლა არ ეხება ამ შემთხვევაში კახა გოგავას იმიტომ რომ მისი პარტია მოხვედრილია ბლოკი იქ მაგრამ არ არის მისი პარტია ეს არის ბლოკი თქვენს მიერ დაშინებული ადამიანები რომ ნაცმოძრაობამ გელი მოდის ისევ ნაცმოძრაობა და უცნება შეიძლება თქვენთვის უნდა მოეცათ ხმა მაგრამ სულ რომ ნაცმოძრაობას ლანძღავთ და თქვენ მის დამცველად ვერ გამოხვედით იმისინ წავიდნენ და უცნებას მიცეს ხმა. გარდა ამისა, რატომ არ თქვა ნაციონალურ მოძრაობამ რომ სააკაშვილი არ ჩამოდის? უკაცრავად მე მასეთ რაღაც სასაცილო რამებზე არ ვლაპარაკობ. ესა იმდენად მე არც აღმიქომ სერიოზულად და მაგაზე საერთოდ საუბარს არ ვაკეთებ. უთხარით ეს ბატონ მიხეილ სააკაშვილს თქვენს ლიდერს რომ მე ვის რა უთხარი, მე ჩემი ახმა მაქვს და მე ახლა ესე ვთქვა გონებეჭლუნგებისთვის განმარტებებს ვერ გავაკეთებდი ეს რატომ ითქმება ან რას ნიშნავს საინტერესო და ეს საინტერესო განხილვა. ვინ არის გონებეჭლუნგი გაბატონოსებია? ვინც დაიჯერა? ამომრჩეველი თუ მართლა ამომრჩეველმა თუ ეს დაიჯერა და ამიტომ მივიდა არჩევნებზე ან არ მივიდა არჩევნებზე ნებისმიერ შემთხვევაში. მე რა თქმა უნდა ამას ვერ გავითვალისწინებ ვერანაირად, იმიტომ რომ ამორჩეველი იყოს, კიდე და კიდე პოლიტიკოსი იყოს. ამაზე არც ვაპირებ საუბარს. ამაზე არ ვაპირებ საუბარს, მაგრამ მათ მიიღეს ის ბუმერანგივით, რასაც გამოძმებით თესავდნენ. ისინი თესავდნენ, ესე იგი, ანტაგონიზმს, არა ოცნების ხელისუფლებაში მყოფი პარტიის მიმართ, არამედ მეორე ადგილზე, ანუ კონკურენტის მიმართ თავისი ჭკუით. რა მიიღეს ის, რომ ყველა დარჩა ბორცს გარეთ. თუმცა ეს გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ ბატონ კახას უკრიტიკებია ქართული ოცნება მარტო ჩემს ეთერში, რა ვიცი. ოღონდ ნაციონალური მოძრაობაც მოხვედრილია, ამიტომაც არის მისი ბლოკი მოხვედრილი პარლამენტში. მაგრამ ეხლა ეს გასაკვირი არც არის, იმიტომ რომ ისინი მხოლოდ გუშინ დაიბადნენ ოცნების საშოდან, არა? გინდა ფორუმი, გინდა რესპუბლიკელები, გინდა თავისუფალი დემოკრატები, ყველა ვინც არ შეიტყმოდა, შეიფერა. ქალბატონოსებია, ჩვენ ვიყავით მანამდე და ეროვნულ ფორუმს მანამდე კი იყავით, მაგრამ 4 წელი ხელისუფლებას ვერ ეღირსებოდა ვერც ერთი ის პარტია, რომ არ ყოფილიყვნენ ვიღაცასთან მიკედლებული. კონსერვატორები და რესპუბლიკელები თავის დროზე ნაციონალებთან, ხოლო ფორუმი და ვინ არის კიდე იქ მრეწველები და იქ სოციალისტები როგორც არიან გაწოვილი და ვიღაცები, აი ისინი ვინც არ იყვნენ ხელისუფლებაში მხოლოდ ოცნებასთან ერთად მოვიდნენ და ოცნებასთან ერთად წავიდნენ. აქედან გამომდინარე, ისინი ვერც იქნებოდნენ ასეთი კატეგორიულები და მე მესმის, მაგრამ ეს ჩაანაცვლო ოცნების ოპონირება, ესე იგი ნაციონალურ მოძრაობის ოპონირებით შედეგი მიიღეს კიდევაც. ეხლა რაც შეეხება რის გაკეთებას ვაპირებთ, თქვენ კითხვას უპასუხებ. რის გაკეთებას ვაპირებთ იმის გაკეთებას, რასაც უნდა აკეთებდეს ნებისმიერი ოპოზიცია პარლამენტში. ეს არის ძალიან კვალიფიციური პოლიტიკოსები და ძალიან კვალიფიციური სპეციალისტები თავის საქმის. ვაპირებთ რომ წინ აღუდგეთ წყალქვეშა დინებებით, რომ მიმდინარეობს პუტინიზაცია რომ უნდა ამ ქვეყნის ოცნებას, ამას აღუდგეთ წინ. ვაპირებთ წინ აღუდგეთ რომ აი ის ნგრევა, რომელიც მიდის სრულად ეკონომიკის და დასაკუთრება და ყიდვა მთელი საქართველოს ბიძინა ივანიშვილის მიერ, ამას აღუდგეთ წინ. ვაპირებთ რომ ვაიძულოთ სოციალური პროექტები განახორციელოს ოცნებამ ისეთი და თუ არ განახორციელებს ხალხმა დაინახოს რომ არ ახორციელებს და შეთავაზებები გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით ვაპირებთ რომ კაპიტულანტური პოლიტიკა რომელიც აქვს საგარეო პოლიტიკაში და გააქვრეს საერთოდ რადარებიდან საქართველოს ხსენებაც კი აღარ არის უკრაინასთან ერთადაც კი რო აღარ ახსენებენ ეს შევცვალოთ და ასე შემდეგ ანუ პოლიტიკურ პროცესებზე მოვახდინოთ ის გავლენა რასაც ნებისმიერი ოპოზიცია უნდა ახდენდეს პოლიტიკურ პროცესებზე და თუ ეს არ გადაიზრდება რაიმე პოზიტიურ მატერიალურ შედეგში, ასეთ შემთხვევაში ეს იქნება კაპიტალიზაცია, შემდეგი არჩევნებისთვის და ეს არის ყველა პოლიტიკური პარტიის მიზანი და შედეგი. დარჩა ერთი შეკითხვა მაქვს ბატონ კახასთან. კი, მოგცემ შესაძლებლობას. არა, ამ თემაზე უნდა უპასუხო ძალიან დიდი ბოდიში, ერთი წუთი მჭირდება ამისთვის, ეხლა მე ველოდები აუცილებლად რომ გონებაჩლუნგიო ხო, აი ველოდები ქართული ოცნების წარმომადგენელი იტყვის ამას და ალბათ კარგად დაფიქრდება ამის შემდგომ
მომრჩეველი. არა, ერთი წუთით, არა, გონება ჩლუნგი კი არ არის, ძალიან გაღატაკებული არის ეს სამომრჩეველი და უბრალოდ აღარ დარჩა იმის შესაძლებლობა გაიაზროს კარგად როგორ ეს გაღატაკება დაიწყო ნაციონალური მოძრაობის დროს და სამწუხაროდ გაგრძელდა ქართული ეთნობის დროს, ამიტომ არ არის ეროვნული ფორუმი, რაც შეეხება ეროვნულ ფორუმს აქვს თავის ბიოგრაფია, აქ არ მთავრდება არჩევნების წაგებით ჩვენი. რა თქმა უნდა, არა და ვაპირებთ და ჩვენ არ ვაპირებთ დეპრესიაში ჩავარდნოს სხვებისგან განსხვავებით, იმის მიუხედავად რომ შესაძლოა ჩვენ არ ვიყავით ხელისუფლებაში, უნდა შეგახსენოთ, რომ 2006 წელს შეიქმნა ეს პარტია და ფიზიკურად თქვენი დამსახურებით ქალბატონო სევდია ვერ მოვახერხეთ ვერასოდეს, იმიტომ რომ ვერ ჩავატარეთ დემოკრატიული არჩევნები ქვეყანაში და ვერ მოხვდით ამიტომ პარლამენტში, მაგრამ მე იმედს ვიტოვებ, რომ ახლა ახალ მოცემულობაში შევქმნით ისეთ ვითარებას, ისეთ გარემოებას, რომ აი ეს ერთმანეთთან ძალიან კარგად რომ ხართ ახლა პოლიტიკურად გადანაწილებულები თქვენ და ქართული ოცნება, სწორედ აი ეს სქემა და ეს სისტემა დავშალოთ აუცილებლად. აი ამისთვის უნდა მოვემზადოთ ჩვენ და ჩვენი ამომრჩეველი, რომელსაც ხართ არ ვფიქრობთ რომ გონება ჩუნდები არის. რა მოლოდინი გაქვთ? აი ჩვენ თუ წარსულს გადავხედავთ, როდესაც ქონდა უმრავლესობა ვთქვათ მოქალაქეთა კავშირის გარკვეული პერიოდის შემდეგ კრიზისული ვითარება იყო, ბოლო წლებში ძალიან ხშირად ქონდა პრობლემები ნაციონალურ მოძრაობას, როგორც მოსახლეობასთან, ასევე სხვა პარტიებთან, ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც ქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა. თქვენი მოლოდინი რა არის? ქართული ოცნების ეს მომდევნო 4 წელი იქნება 7 პერიოდი თუ ელოდებით რომ წარმოიქმნას რაიმე რთული პოლიტიკური სქემა, რომელიც დამყარდა საქართველოში გულისხმობს რას? 1992 წელს შეერთებული შტატების და რუსეთის ერთობლივი შეთანხმებით დაემხო გამსახურდიას ხელისუფლება. შეთანხმდნენ ისინი და მოიყვანეს ერთობლივად შევარდნაზე. 2003-ში მოვიდა ასე ვთქვათ პროამერიკული სააკაშვილი, მაგრამ შეთანხმებული იყო რუსეთთან და გახსოვთ თქვენ ივანოვის როლი, რომელმაც უზრუნველყო ეს ყველაფერი და 2012-ში რომ მოვიდა რუსეთმა რო ამბობენ კი ბატონო რუსეთის კაცი არის შეიძლება ივანიშვილი, მაგრამ შეთანხმებული იყო ეს დასავლეთთან და ჩაუსვეს თავისი ალასანია და რესპუბლიკელები. ამ ლოგიკას თუ გავაგზავნებთ, ეს ქვეყანა 8 წლიანი იჯარებით გაიცემა, სადღაც 2018-ში 19-ში დაიწყება ახალი კაკაფონია დასავლეთიდანაც, რომ ივანიშვილი ტირანი, ივანიშვილი ესე იგი არღვევს დემოკრატიის წესებს და ქართულ ხალხს მოუმზადებენ ახალ კლოუნს, რომელიც ესე იგი ვითომ უნდა გახდეს მესია. ამას ეწოდება დასავლეთის პოლიტოლოგიაში აი ესეთი მართვის სისტემას, ეს საქართველოს არ არის პირველი, ასე იმართებოდა მთელი მე-20 საუკუნე ლათინური ამერიკა, სამხრეთ აღმოსავლეთ აზია, აფრიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, ამას ეწოდება ნეოკოლონიალური სისტემა, ხოლო აი მის შემადგენელ სუბიექტებს ეწოდება failed state, არ შემდგარი სახელმწიფო. ან თქვენი მოლოდინია ახალ წრეზე წასვლა. ეს არის სცენარი, რომელიც გამზადებული არის საქართველოსთვის და ზოგიერთი კლოუნი ხანდახან ტელევიზიაში ჩანს ხოლმე უკვე მისგან როგორ ამზადებენ ხსნელის ისე რა ქვია როლს. ზოგიერთმა ერმა მონახა თავის თავში ამისი ფუნქცია, ძლიერი გამათავისუფლებელი მოძრაობის შედეგად ეს ვენესუელა იყო თუ ირანი იყო თუ რაღაცა თავი დააღწიეს აი ამ დასმულ მარიონეტულ რეჟიმებს. საქართველოს მე არ ვიცი მონახავს თუ არა თავის თავში ამ რესურსებს, მაგრამ მე როგორც საქართველოს მოქალაქემ, რაც უნდა გავაკეთო, რომ ყოფილიყავი საბჭოთა კავშირის დროს, უნდა გებრძოდა საბჭოთა კავშირის დაზანგრევად. დღეს აი ასეთივე საერთო ეროვნული ზეამოცანა არის, რომ თავი დავაღწიოთ აი ამ ნეოკოლონიურ სისტემას. საქართველოს მოექცა ყოფილი 15 საბჭოთა რესპუბლიკიდან ყველაზე უარესების რიგში. უკრაინა, მოლდოვა და საქართველოს არის სამი მაჩანჩალა, რომელსაც არ აყავს საკუთარი პოლიტიკური ელიტა და ამ სისტემით იმართება. ჩვენი ამოცანა, აი ჩვენი თაობის ამოცანა უახლოეს წლებში არის ის, რომ ძლიერი დემოკრატიული კოალიცია ყოველგვარი იდეოლოგიური ვექტორების გარეშე უნდა შეებრძოლოს აი ამ სისტემას და მოვახერხოთ თუნდაც იმდენი რაც ბალტიისპირელებმა სომხებიც გვისწრებენ და აზერბაიჯანელებიც. არ არის იქ დემოკრატია, შეიძლება არც სომხეთში, არც აზერბაიჯანში, მაგრამ ადგილობრივი ელიტა მაინც მართავს და ბაქოში ვინ გახდება პრეზიდენტი, ის არ წყვეტს, რა ქვია, სადღაც რომელიღაცა ქვეყნის ელჩი. საქართველოს არის ერთ-ერთი მაჩანჩალა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, ამიტომ ახალი გამათავისუფლებელი მოძრაობა უნდა შევქმნათ ჩვენ და დაუბრუნდეთ 91 წლის ნიშნულს. ბოლო არჩევანი სწორი იყო თუ არასწორი, შეიძლება ამაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობდეს და ამას არ შევეხები. მაგრამ ბოლო არჩევანი, რომელიც გააკეთა ქართულმა ხალხმა, იყო ზვიად გამსახურდიას არჩევა პრეზიდენტად. მას შემდეგ ყველა გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოში ზე სახელმწიფოებმა და აი ამ სისტემისგან თავის დაღწევა, მე ვფიქრობ, არის ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის არ დაგჭა თუ კი რაიმე სათქმელი გაქვთ რეპლიკის სახით, შემიძლია დრო დაგითმოთ. არაფერი, მე უბრალოდ ძალიან იმედიანად ვარ ზოგადად განწყობილი და არ
ვფიქრობ, რომ ამით ყველაფერი დასრულებულია. აქედან გამომდინარე, მე გავაგრძელებ იმ ხაზს, რომ თუ ჩვენ საკუთარ თავში ვიპოვით რესურსი იმისას, რომ პოლიტიკური პროცესების მართვა ხდებოდეს საქართველოში და არა ასე დაწერილი სცენარებით და ეგრეთ წოდებული საბჭოური, ძალიან მოძველებული, მაგრამ კარგად აპრობირებული სისტემა არ უგებდეს მუდმივად მოქალაქეებს, არ ართმევდეს არჩევანს, ძალიან კარგი იქნებოდა მიმართავ ახლა თითოეულ ამ მომრჩეველს, ვისაც მიაჩნია, რომ გამარჯვებულია, ვისაც მიაჩნია, რომ მისი პოლიტიკური ძალა არის წარმოდგენილი პარლამენტში და ვინც ფიქრობს, რომ ეს ასე არ არის, მოდი ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდეთ და დავფიქრდეთ იმაზე, რომ თუ ჩვენ არ გვეცოდინება, როგორ უნდა ავაშენოთ ქვეყანა და როგორ უნდა ვიყოთ თანამონაწილეები ამ ქვეყანაში, მუდმივად იქნებიან აი ესეთი, მე არ ვიცი, კლოუნია თუ რაც ქვია, მაგრამ მუდმივად იქნება მის ცდილობები, რომ შეიქმნას აი ესეთი მარიონეტები, დემონები შეიქმნან, მერე ანგელოზები შეიქმნან და ესეთი დემონების და ანგელოზების ბრძოლაში გაისრისოს ყველაზე მთავარი სახელმწიფოს დიახ და ასე შემდეგ. და კიდევ და გაისრისოს სახელმწიფოს ინტერესები მიმართავ ყველა ჩემს მოქალაქეს ახლა, რომელიც არის ჩემი თანამოაზრე ამ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეში, რომ იქნებ გვეფიქრა იმაზე, როგორ მივხედოთ ამ სახელმწიფოს, იმიტომ რომ რაც მოხდა ამ არჩევნებში, ეს არის ძალიან ცუდი შედეგი. შეიძლება ამ არჩევნებს ორი გამარჯვებული ყავს. ეს არის ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება, მაგრამ ყველანი ჩვენ დავმარცხდით საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა დამარცხდა ამ არჩევნებში. თუ კარგად გავიაზრებთ, მიხვდებით რასაც მეც მიმაჩნია, რომ ჩვენ საზოგადოება ძალიან გაიზარდა და მე ჩემი საკუთარი თავის მიმართ ვიხმარე, რომ მე კი არა ვარ გონა ბაჩლუნგით და სხვა არ მიგულისხმია არავინ. მე მიმაჩნია, რომ საზოგადოება ძალიან გაიზარდა. თითოეულმა ადამიანმა თავის თავში უნდა მოძებნოს თავისუფლების სურვილი, წყურვილი და იმოქმედოს შესაბამისად და შესაბამის გადაწყვეტილებები მიიღოს. მე ხა აქ მენტორული ტონით ვერავის ვერ დავმოძღვრავ, რა უნდა გააკეთოს, მაგრამ ყველა თავისი სინდისის წინაშე უნდა იყოს პატიოსანი, როდესაც მონაწილეობს როგორც პოლიტიკოსი, მონაწილეობს როგორც პოლიტიკური პროცესების, აი თქვა თუნდაც კოორდინატორი, უნის უფროსი, მონაწილეობს როგორც ამომრჩეველი და მონაწილეობს როგორც ჩვეულებრივი საზოგადოების წევრი. მხოლოდ თუ შეიქმნება ესეთი საზოგადოება, მაშინ მივახცევთ ჩვენ იმას, რომელ სახელმწიფოზედაც აგერ კახა მილაპარაკა. სერდია უგრეხელიძე, ანი მიროტაძე, კახა კუკავა იყვნენ ჩვენი სტუმრები. დღეს ამით დასრულებული ეთერი. ორ შაბათს შევხვდებით. წინ კი გელოდებათ რვიანი ნინო შიჟილაშვილთან ერთად. ნახვამდის.